სულისათა მოციქული პავლე დღეს აი წერილი რომ იქნა წაკითხული გვეუბნება რა არის მთავარი ეკლესიაში არა სასწაულები არა რაღაცა ზებუნებრივი ძალი არამედ რა არის ყველაზე მთავარი და ამბობს რომ გახსოვთ სულთმოფენობის დროს სხვადასხვა ენებზე რო დაიწყეს საუბარი მის მოციქულებმა ეს სასწაული იმ პირველ საუკუნეში კიდევ გრძელდებოდა და ზოგიერთს ეძლეოდა ნიჭი სულიწმიდისგან რომ ელაპარაკა უცხო ენაზე ეკადაგა უცხო ენაზე მაგრამ პავლე ამბობს რომ თავდება ეს დრო აი დაფიქრდით ხალხო ვინმე რომ შემოვიდეს ტაძარში და თქვენ სხვადასხვა ენაზე დაიწყოთ ყაყანი და ლაპარაკი არ იტყვის რომ შეშლილები არიანო მაგრამ ვინმე რომ შემოვიდეს ტაძარში და მის ენაზე გასაგებად განუმარტოთ წერილიო მაშინ იტყვის ხილებული იქნება მიხვდება თავის ცხოვრების შეცდომას და იტყვის ჭეშმარიტად თქვენ შორის აღმერთიო ანუ თუ განუმარტავთო განმარტებას შეძლებთო მის საკუთარ ენაზე გააგებინებ გასაგებად ელაპარაკებითო იტყვის ღმერთია ჭეშმარიტად თქვენ შორის აი ეს გვეუბნება რომ თავარია ტაძარში ეკლესიაში მისი სიტყვა განმარტოთ და მისი სიტყვა გავიგოთ რომ ჩვენ შევცვალოთ ჩვენი ცხოვრება ხო გასაგებია რას ამბობს პავლე მოციქული აი ეს წერილი არ უნდა გამოგჩეს აი დღესაც წაკითხული იქნა და რა იყო დღეს წაკითხული ქრისტე საუბარი იუდეველებთან მათ სწამთ მისი თანახევროდ თან სწამთ მაგრამ ბოლომდე არ იწმუნეს მისი მაინც და ეს მოხდა დღესასწაულზე იუდეველთა დიდი დღესასწაული იყო შემოდგომაზე კარვობა და ამ კარვობის დღესასწაულზე თქვენ იცით ეს შემთხვევა ყველა უცნობილეს შემთხვევა როცა მას მრუშობაზე წასწრებული ქალი მოუყანეს და ეკითხებიან ჩავქოლოთ თუ არ ჩავქოლოთ ხომ ეს ხო ყველა ვიცით და უფალი ეუბნება რომ თუ თქვენ შორის უცოდველია ვინმე იმან ჩაქოლოს ამას ეუბნება არავინ არ აღმოჩნდა უცოდველი მათ ყველამ დაყარეს ქვები და გაიკრიბნენ სათითაოდ უხუცესთან დაწყებული მცირედ დამთავრებული და ქრისტე ამ ქალს ეუბნება რომ ხედავ ვერავინ გაგასამართლა ვერავინ დაკრიბა ქვა ვერავინ შეძლო შენი გასამართლება მეც არ გაგასამართლებ ანუ მეც არ დაგჯი ქრისტე ამას ეუბნება მეც არ დაგჯი წადი და მიერიდან ნუღარ შესწოდა ხო ხო ცნობილი ადგილია ანუ რა ხდება ნახეთ რა არის საინტერესო რომ ამათაც ვისაც მისი ჩაქოლვა უნდოდა ესენი ცოდვილები არიან და ესეც ვისი ჩაქოლვაც უნდოდა ესეც ცოდვილი ანუ ორივე სჭირდება ვინ ორივე სჭირდება ქრისტე ორივე სჭირდება მაცხოვარი ორივე სჭირდება მხსნელი და შემდეგი საუბარი ზუსტად ამაზეა ეს რომ მორჩა ქრისტე ამბობს მე ვარ ნათელი სოფლისა ვინც გამომყვება მე აღარ ივლის ბნელში არამედ ექნება რაო სიცოცხლის ნათელიო გესმის წმენამდე ცოდვაში მცხოვრები ადამიანი დადის ბნელში და ქრისტე ამბობს მე ვარ ნათელი ამ სოფლის ჩემი მოძღვრება ჩემი მოსვლა ვინც გამომყვება მე და დამემოწაფება მე ირწმუნებს ჩემსას აღარ ივლის ბნელში არამედ ექნება სიცოცხლის ნათელი და ეს რო უთხრეს ფარისევლებმა ქრისტემ ეს ფარისევლები ეუნებიან მას მისი მოწინააღმდეგეები შენ თვითონ მოწმობ შენს თავზე ცოტა ხანი დადიხარ შენ თვითონ მოწმობ შენს თავზე და არ არის შენი მოწმობა ჭეშმარიტი გესმით აი ვინ დაამოწმებს აი აქ ამ სამსახარების მონაკვეთში მთავარი არის ეს ვინ დაამოწმებს რომ შენ ახარ ჭეშმარიტად ნათელი სოფლისა ვინ დაამოწმებს და შემდეგ ქრისტე ეუბნება მე მივდივარ ძებნას დამიწყებთ და თქვენსავე ცოდვაში მოკვდებით სადაც მე მივალ თქვენ ვერ მოხვალთ იქ ნახეთ რას ეუბნება მე მივდივარ თქვენგან რადგან ბევრი გელაპარაკდით ბევრი გელსაუბრეთ მაგრამ ვერ დაგარწმუნეთ ამიტომ გაგეცლებით მე წავალ და თქვენ იქ ვერ მოხვალთ სადაც მე მივდივარ სად მიდის უფალი ზეცაში მამასთან მამა ღმერთთან მიდის და ეუბნება თქვენ ცოდვაში მოკვდებით რადგან ვერ მოხვალთ იქ და კვლავ ისინი ფიქრობენ ლაპარაკობენ მათ ხომ არ იციან რომ ის ძე ღმერთია და ლაპარაკობენ რომ ისინი რას ამბობს თავის მოკვლას ხო არ აპირებს რადგან თავის თავს მოიკლავდა ის საერთოდ დაწარწმედულიყო მათ ეს იცოდნენ თავის მოკვლას ხომ არ აპირებს რომ ამბობს რომ თქვენ იქ ვერ მოხვალთ სადაც მე მივდივარ და შემდეგ ქრისტე ეუბნება თქვენ ამ ქვეყნიურად მსჯელობთ თქვენ ამ ქვეყნის საგანი ხართ მე ზეციდან ვარ მოსული მე რასაც გეუბნებით ზეციური საუბარია მამა ჩემისგან რაც მისწავლია და რაც მინახავს ხოლოდ იმას გეუბნებით თქვენ მამა ჩემი დამოწმებელი აი ქრისტეს აქეთ მიყავს საუბარი ეუბნება რომ მამა ჩემი მოწმე იმისათვის
რასაც ვაკეთებ, რადგან ჩემს ნებას კი არ ვაკეთებ, არამედ ჩემი მომავლინებელის ნებას. და კიდევ მეორე უმეორებს. ამიტომაც გითხარით თქვენს ცოდვებში მოკვდებით, რადგანაც თუ არ იწამებთ, რომ მე ვარ თქვენს ცოდვებში მოკვდებით. რა არის საინტერესო, ზოგიერთმა ეს იცის, ვინც არის ის მათ გასაგონად ვამბობ, პირველად ეუბნება თქვენს ცოდვაში მოკვდებით, ხო? მეორედ ეუბნება თქვენს ცოდვებში მოკვდებით, თუ არ იწამებთ, რომ მე ვარ ცოდვაში და ცოდვებში. რა განსხვავებაა ამ ორ ფრაზას შორის? ქრისტე შემთხვევით არ ამბობს ასე, თქვენს ცოდვაში და თქვენს ცოდვებში. რადგან პირველი და უმთავრესი და უსაშინელი ცოდვა არის ქრისტეს უარყოფა. მხოლობით შეამბობ, ხო თქვენს ცოდვაში. ის მხოლობითი ერთი ცოდვა არის ქრისტეს რომ არ იწამებს კაცი. და ძეღმერს თუ არ იწამებს, შემდეგ უკვე თქვენს ცოდვებში მოკვდებით. ყველა ცოდვისთვის გახსნილია მისი საწყალი სული. ესმით? თუ ის არ იწამებს მის ჯვარცმას, მის გამოსახსნელად, სუმთლად განიარაღებულია ეშმაკის წინაშე და ყველა ცოდვა არის მისი დამარცხებელი. ამიტომაც ეუბნება, თუ არ იწამებთ, რომ მე ვარ, ეს არის პირველი ცოდვა, ამ ცოდვაში მოკვდებით. და თუ არ იწამებთ, რომ მე ვარ, შემდეგ თქვენს ცოდვებში მოკვდებით. და ბოლოს აი დღეს ჯვართამაღლების დღესასწაულის წარგზავნაა. ბოლო დღეა ჯვართამაღლების დღესასწაულის და აი ეს სიტყვა ჯვარს ეხება, რაც ჩვენ წავიკითხეთ. როცა ამაღლებ ძეს კაცისას, მაშინ მიხვდებით, რომ მე ვარ. მე ვარ არის ღმერთის ერთ-ერთი მთავარი სახელი, ხო? მე ვარ. და ქრისტე აი ამ თავში, მერვე თავში ბევრ ადგილას ამბობს მე ვარ, თუ არ იწამებთ, რომ მე ვარ. და როცა ამაღლებ ჯვარზე, მაშინ მიხვდებით, შეიცნობთ, რომ მე ვარ. ანუ ამაღლება რას ნიშნავს? ჯვარცმას. აი ამ ჯვარცმის დროს და შემდეგ აღდგომის დროს დაამოწმებს მამა ღმერთი, რომ ეს არის ნამდვილად ნათელი სოფლის. აი მაშინ როგორ შეიცნობთ, რას გულისხმობს, რომ როცა ჯვარს მაცვამთ, აი ამ ჯვარცმით, რომ თქვენ ნახავთ, რომ ჩემი ნებით ვეცმავი ჯვარს თქვენს გამოსასყიდად და შემდეგ მესამე დღეს რომ იხილავთ ჩემს აღდგომას მკვდრეთით, მიხვდებით, რომ მე ვარ. მე ვარ არის ღმერთის სახელი, ანუ იახვე, როგორც ებრაელები მას უწოდებდნენ, 410 რომ გამოიხატებოდა, ღმერთის უთქმელი სახელი. იახვე იყო ის თუ სხვა არავინ არ იცის, მაგრამ 410 იწერებოდა ეს სახელი და ნიშნავდა მე ვარ, რომელიც ვიყავი, რომელიც ვიქნები, რომლებიც ვარ, ანუ მე ვარ მარადიული. და აი ამ ქრისტე როცა ამას ამბობს, შეიცნობთ, რომ მე ვარ, აი გულისხმობს, რომ მე ვარ ღმერთი, რომელიც მოვიდა ზეციდან მამის ხოლოჩობილი ძე. აი ამას გვეუბნება ეს სახარება. ჯვარზე ამაღლებულს როცა ხედავთ უფალს, წამთ თქვენ რომ ის არის. წამთ, აი ეს არის მთავარი. ესმით, ჯვარზე ამაღლებულს რო ხედავთ, წამთ რომ ის არის ის, ვინ ჩვენ გამოგვიხსნა. ყველამ წამს, ყველამ თავის თავს უნდა დაუსვას ეს კითხვა. შეიძლება მონათული იყოს კაცი, მაგრამ ჯერ ამაზე ნაფიქრი არ კონდეს. შეიძლება მონათული იყოს ბავშვობაში, მაგრამ ჯერ არ უფიქრია ამაზე, რაი რომ შეხედავ წამს რომ შენს გამოსახსნელად მოვიდა ის და ის არის მამის ხოლოჩობილი ძე, მამის ნების სრულყოფილად აღმსრულებელი. შეგვეწიოს მისი ძალა და მადლი ჩვენ ყველას. ამინ. ჩვენთან არსქმე.